მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის პაციენტი და სწავლებასთან დაკავშირებით, ვისაც სურს ტარო შესწავლა, პრაქტიკების შესწავლა, მაგიური, რა თქმა უნდა, და რუნების შესწავლა, შეგიძლიათ გაიაროთ ჩემთან სრული კურსი. ნახოთ, თქვენი ჩაფიქრებული რაღაც არ მოსწონს ეთყობა თქვენი დაკონტაქტება ამ ადამიანისთვის არის გაშლა თუ რა არის. ისე წამოვიდა ენერგია. ხო. მე ასეთ რაღაცას გეტყოდით. არ გირჩევთ თუ კი აქ მართლა კი არა ასე არის ურთიერთობა რაღაცა გინდათ და კონტაქტება აი ეს მართლა და რაღაცა ცოტა არ გირჩევდით, იმიტომ რომ შეიძლება იყოს რაღაც არასასიამოვნო, თქვენი ხმის გაგონება თითქოს არ სიამოვნებს, თქვენთან საუბარი თითქოს არ სიამოვნებს ადამიანს, ხო? ყოველ შემთხვევაში აქ ნამდვილად გაგიწრუდათ იმედი. ვერ ვიტყოდი რომ ეხლა ძალიან ესეთ რომანტიკულ ხასიათზე თქვენ იყოთ, თქვენ საკმაოდ გამკაცრებული გაქვთ ხასიათი, მაგრამ ეთყობა მოლოდინის რეჟიმი გაქვთ და რაღაც მაინც ელოდებით, რომ აი რაღაცა შეიძლება. ვნახოთ აბა რა შეიძლება, რას გრძნობს ეს თქვენი ჩაფიქრებული, ეს იყო წინა სიტყვა, ალბათ შემოკარგებო და რას გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული. ჯერჯერობით თავშეკავების პოზიციაზე, კი ბატონო. არა და ეს ადამიანი სერენადებს გიმღეროდათ თითქოს ან ძალიან ბევრჯერ შეგავიწროვა და არ არის გამორიცხული, მოგაკითხათ, რაღაც ნამოქმედარი აქვს ასე, აი გელოდები გამოდი თითქოს, ხო? საკმაოდ აქტიური იყო ეს თქვენს ცხოვრებაში ეს ადამიანი, ხო? და აშკარად არის ეხლა ცლილებები. ამ ეტაპზე რომ გითხრათ, თავს იკავებს, თუმცა გრძნობა რომ აქვს ამ საცუდავს. აი ესეთი ტიპები რა. მეცინება რა გამაკეთე, არ დავციდი კაცო. უბრალოდ ახლა როგორ არ გამეცინოს, გრძნობა აქვს და ამ ყველაფერს რაღაცნაირად ესე გამოვალ მდგომარეობაში თქვენი ურთიერთობა იკავებს თავს, ამიტომ არ და გრძნობ, შორიდან გითვალთვალებთ, გიყურებთ ურთიერთობის აღდგენა სურს. თან მუშაობს ენატრებით კიდეც. არა ენატრება ჩხუბი კამათი გასერნება. ხო, რაღაცა მაინც აქვს ეს მონატრება. ურთიერთობის აღდგენა, რა ვიცი, აღადგენ, მაინც თუ ასე თავშეკავებული პოზიციაზე ყავისა, სხვადასხვა ხასიათი ძალიან გამკაცრებული აქვს. ამასაც არ ვიცი. კაი კაცო. რავალი დაიფასა თავი. თავს იფასებს, ესე იგი, ეს იფასებს თავს და ეხლა თქვენ არ გადადგათ ნაბიჯი. ადროვეთ, იმიტომ რომ რო გითხრათ, რომ ჯერჯერობით ამას განეიტრალებულია რაც მოხდა, ნუ ან რამე, აქ სხვა და რამე არ არის, ჩემო კარგებო, აქ სხვა და რამე არ არის. თქვენთან მიმართებაში რაც მოხდა არ აქვს მნიშვნელობა. მესამე ჩაერია, ის ჩაერია ერთჯერად, თქვენ შორის ხო მოხდა ის უსიამოვნება და იმედ გაცრუება და არ არის გამორიცხული რაღაცა. კარგი განმარტებები, ხო? კომენტარები უბრალოდ ერთმანეთის მიმართ. ამიტომ ჯერ თვითონაც ესე არის, არ ვიცი რას ვიზა. როგორ უხეშად მიპასუხე, ჩემთან მოდის როგორი ენერგია ახლა ეცი, არ ვიცი. რა გინდა? რატო? ესე ღრინავს. ოიმე. იმენა ღრინავს და არა და შეყვარებული რო აყურებამდე. ესეც არ იცის. აჰა. კარგი, ნახოთ რა იქნება ბოლო-ბოლო ახლა დიდი ხანი იღრინებაზე თუ არა, ნახეთ ამას აქვს წამოვლითი ხასიათი. ესე იგი გამოდის, რომ ცოტა დრო კიდევ სჭირდება ადამიანს, იმიტომ რომ
პირდაპირ ვკითხე, თითქოს რაღაც ეს ამასთან რომ ესე იგი პირდაპირ თქვენ გადახვიდეთ, ან თქვენ გახვიდეთ კონტაქტზე, ან რაღაც მოხდეს ისე, რა ვიცი, დაკავშირება, შემთხვევით მაინც ხო, შეიძლება არა, გაიღიმება, ღიმილით გაიღიმება, შემთხვევით ისე გაიღიმება. მაგრამ როგორ არის, იცი, არ დააძალოთ, თუ მიეძალებით, აი კიდევ ეს შემოუტევს, ის კი არა, რომ განეიტრალდა და აქ რომ იჩვენებს ურთიერთობის აღდგენა მინდა, იხტიბარს არ გაიტეხავს, აუ, ყოჩია, ყოჩებს. ხო და ნახეთ, როგორი რაღაც არის, ამიტომ ადროვეთ, ეს აქვს წამოვლითი ზნიკივით ჭირს. უნდა შერიგება, რაღაცა დათბება, რაღაც დატკბება, მერე ესე წამოვლის და ესეთი მომენტები. კარგი, რატო ხარ მაინც ასეთი ზნიკიან პოზიციაზე ახლა ეს გითხარი? რა გინდა? კაცო, მე რა მიგვირს, იცი, ბოღმა, ჭუბი, ზნიკი, უსიამოვნება კი არ გააკემასქნის ურთიერთობას. აწყობს პირიქით, იქ უნდა იყოს ახსნა, იქ უნდა იყოს განმარტება, იქ უნდა იყოს ცოტა დათმენა, მოთმენა თუ შეიძლება. ეხლა ხალატი და ესეთ რაღაცების მოთმენა არა, არ ხარ თვალდებული. ეხლა თავში რო ჩაგარტყამს კიდე. ხო, არა, ეს არ უნდა მოითმინოთ. ეს всё. ცხოვრება არავის გამ უნდა გამწარებინოთ, მაგრამ ეხლა გააჩნია, ხო? ვისთან რა პოზიცია არის, თუ მოსათმენია, ცოტა იქ მოთმინებაც უნდა იყოს. ეხლა ელემენტარულზეც არ უნდა გაფუჭდეს ურთიერთობა, რაღაც ერთი ისტორია იყო, როგორი ისეთი პრიმიტიული ისტორია მითხრა, აი რომ იტყვიან ძალიან გაკურებული დავსჭი უბრალოდ აღარ მახსოვს ზუსტად, იმიტომ რომ რაღაც დასამახსოვრებლადაც რომ არ ღირს. ხო, ძალიან პრიმიტიული ახლა რაღაცებზე. მე მგონი მოთხოვნა რო გაქვს, რომ აი გინდა თუ არა ესე ხო, გამახსენდა. როგორი მოთხოვნა, ანუ ცოლიც რომ არ ახარ, შეყვარებული, კაი, რაღაც სტატუსი გაქვს, მაგრამ ნახეთ, უკრძალავ დავუშვათ შენ ადამიანს სამეგობროს, რაღაცა სამსახურს, ჭკუას ასწავლი როს წავიდეს ისწავლოს თუ რა გააკეთოს, ნახე. და ამ დროს როგორ არის, იცი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გაგიწია და ბოლოს დაგშორდა და რატო დამშორდა, კითხვა. რატო ისე უყვარდა და მერე რომ აუხსენი რომ თქვენ ძალიან მის ეგოს, მის სივრცეს, თავისუფლებას ყველაფერს შეეხეთ და ადამიანი ჩასვით რაღაცა მაშინ რა ვიცი, გამოკეტეთ რაღაცა გალიაში, მამაკაცი არის უკვე საუბარი. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ადამიანი მიუღებელია ეს სიმწიფის პერიოდში, პირიქით გარდატეხის პერიოდშია, ამბიციების პერიოდშია, რაღაცა მეტი ისე თავი მოწონს, ხო? და პასუხი მივიღე ასეთი. თქვენო იცითო, აქო, ნუ ერთ-ერთი ქალაქში არიან. აქო მამაკაცებიო, ქალებსო, ესე მუჭში ყავსო, ქმრებიო და ბიჭო. ქმარი რომ არ ახარ, მე ვთქვი, ქმარი რომ არ არის, ჯერ და ცოლი რომ არ ქვია, მე ვთქვი ამ ადამიანის ესა რა ქვია, არ იცი მეთქი. მერე კიდე სხვა შერას უყურებ, რატო ყავს მუჭი, რანაირად ყავს, რა არის მიზეზი და თქვენი შედარება შეიძლება ერთმანეთზე იქნება, თქვენ კი ბატონო ცოლ-ქმარს გახდეთ, მაგრამ არ გახდე, მაინც ვერ დაიკავო ეს ადამიანი ესე მუჭში. და მით უმეტეს ჯერ, რა ვიცი, 1-2 გაისერნა და უკვე სპალნა დადგი მეთქი, სტენგად, ხო? ვერ გაიგო. აიო. ანუ უკვე წარმოიდგინა თავი, ნახეთ, ეს არის ზედმეტად, რომ უკვე ურთიერთობას ვიდრე არის, მიდიხარ ფიქრებით. და იმდენად გაერთობით ამ თქვენს ფიქრებში უკვე, რომ ეს გონიათ რეალობა და რეალობა სხვა რამე არის. შემდეგ რომ უკვე მოbrunდებით და ის აქციელი არ დაგხვდათ, ის მოქმედება არ დაგხვდათ, ის რაღაც არ დაგხვდათ ამ ადამიანთან, აი შემდეგ არის ზუსტად რომ ხვდებით იმედ გაცრუებაში. ვაიმე რა ხდება? რა ხდება და ის ხდება რომ თქვენი ფიქრები შეგიყვარდათ რეალურად.
თქვენ ის ადამიანი არც მოგისმენიათ მისთვის და არც გიკითხავთ მართლა უნდოდით თუ არა ცოლად. თქვენ შეგიყვარდათ თქვენი რაღაც და მე იმედ გაცრუებაში ხვდებით. პირიქით თუ ისე უნდა მოხდეთ, ეხლა ძალიანაც არ უნდა გაიგიჟოთ თავი, ან ჯერ არ ვირა უნდობლობაც აფუჭებს ურთიერთობას, ხო? მაგრამ აი მე გეტყოდით რომ მოვლენებს არ უნდა გადააჭარბოთ. აი როდესაც არ გადააჭარბებთ მოვლენებს, თქვენ არც იმედ გაცრუებაში მოხდებით და ზუსტად იცით რა ხდება თქვენს თავს, ხო? და დაუშვათ ეს ადამიანი თუ თქვენ შემოგთავაზებთ უკვე ცოლობას რაღაცას, ეს იქნება მართლა სასიხარულო და სიურპრიზი და აი როგორ იცით პირველი ემოცია, თქვენ გაიარეთ ყველაფერი უკვე ამ ადამიანთან. ის პირველი ემოციაც რაღაცნაირად აი გონებრივად გადააფრინდით ყველაფერს. და იმ დონეზე წავიდა ადამიანი ფიქრში, ქმრა ჩათვალა და უკვე აუგრძელებთ მაგაცებთან ეს კომუნიკაციაც. გაიგეთ რისი თქვა. ესეთი რაღაცა ეხლა პრიმიტიულად ჩანს, თითქოს პრიმიტიული კი არა, ძალიან დაუფიქრებელი, მაგრამ ესეთი რაღაცის გამო რო ურთიერთობა დაინგრევა, ხო, თავისი სივრცე უნდა მისცეთ ადამიანს, ამის თქმა მინდა აქ. თავისი რაღაც ეხლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ შეურაცხყოფა მოგაყენოთ და ირბინოს ქალებში აქეთ-იქით. და მე რა მოხდა? და ბევრი ქალბატონი ამას ითქვენს, რეალურად ვიცნობ ადამიანებს. და ბიჭიც და ქალიც ისე მე რა და მამაკაციც და ახლა მე უნდა გავის ისე ვერ ვიქნები. რა ვიცი, ახლა ვისთვის ალბათ ეს ნორმა არის. ვერ შეედავები. გემოვნებაზე არ დავობენ, ხო? ასე რომ მის ცნობიერს ვერ შეედავები, ვერც ეტყვი, რომ ახლა ეს შეურაცხყოფა. ვერ ეტყვი, იმიტომ რომ არ არის მისი ცნობიერი, მისი ეგო მაგამდე ძალიან არის ად არის ვაფშე. ჩემთვის ასე არის ყოველ შემთხვევაში. ხო, მე არ ვამტკიცებ, რომ მართალი და სწორი ვარ. აი, უბრალოდ ეს რა თქმა უნდა შეურაცხყოფა. რა თქმა უნდა. ჯერ ქალბატონის და მე ჯერ საკუთარ თავის და მე ქალბატონის. ქალბატონის შეურაცხყოფაც არის, ვის გვერდიდაც ხარ და მე საკუთარი თავის უპირველესად. ხო? კარგით, რასი ჯამს ეს ადამიანი თქვენს მიმართ, მოდი მაინც ნახოთ, კარგით. ეს ყველაფერი მოკლედ გაითვალისწინეთ თქვენ, აღარც არ გახვედით, დაელოდეთ და რა იქნება შედეგი. რა თქმა უნდა კომუნიკაცია, მეგობრობა, თქვენი ურთიერთობა 100%-ით გეუბნებით აღდგება. უბრალოდ, რაცა თქვენ რო დროს ფიქრობთ, მაგ დროში ეს არ იქნება. დაგვიანდება ცოტა. თქვენ თუ გინდათ ერთ კვირაში, ერთ თვეში, ორ თვეში ასე არ იქნება. მაგრამ აქ არის 100%-ით ურთიერთობის განახლება. ეს ადამიანი კონტაქტზე გამოდის და არ ვიცი რა ხდება. თქვენც ეთყობა ძალიან ისეთ პოზიციაზე იქნებით, რომ აი სიბრაზე, რომელიც ახლაც მანდა მაინც თქვენს გიმკაცრდებათ ხასიათს. ჯერ ამ წუთში თქვენც არ ხართ მზად ამ ადამიანის მისაღებად. როგორ ხართ, იცი, ასე თუ იქნება, ისე თუ იქნება, ან შეიძლება ძველი რაღაცები ამოყაროთ. ხო, აი, ორივე რო ამას ყველაფერს გადახარშევთ და უკვე იმ დონემდე მიხვალ, რომ აღარც გახსოვს, ან როგორ არის, იცი, ლაპარაკზე ძალიან შეიძლება გაგეღიმოს, ან აღარც გინდა რა საუბარი. და პირდაპირ იწყებ ურთიერთობიდან. ესე მიფიქსირდება, აქ მე ასე იქნება ეს. მან ნახე, როგორი პოზიციით მაინც იმოქმედებს ეს ადამიანი. შეცდება, რომ აი ეს გულის ტკივილი რაღაც ჯერჯერობით ვერ არის ეს ჩამოყალიბებული. ამ წუთში მისი ენერგია არ მეუბნება როგორი პოზიციით, მაგრამ ხო, აი მე რო გადავლახავ, როგორც გითხარით, ეს არის ეს კითხვა უკვე აღარ უნდა დამესვა.
ეს მზად იქნება. ზუსტად იცის ამას სწორ მიმართულებას თქვენთან იპოვის. ეთყობა ძალიან კარგად გიცნობთ, ეს როგორ გიცნობთ, იცით? ვიცი, მოხარშული გოჭივითო, თუ როგორ არის 5 თითივითო, 10 თითივითო. თმის ძირებიდან ბეღი ბჭყილებამდე ძალიან კარგად გიცნობთ ეს. ამას არ შეეშლება თქვენთან როგორ მოვიდეს, როგორი ფორმით. ამ ყველაფერს მოახერხებს ისეთანაც, რომ აი მომენტალურად დაგავიწყდებათ ყველაფერი ის რაც იყოთ გულის ტკივილი თქვენ შორის, ხო? ჯერჯერობით თვითონ სჭირდება რაღაცების კიდე, მოდი ასე ვთქვათ, გაცნობიერება, ხო? რა რატომ მოხდა და ასე შემდეგ, თუ რაც იყო. ყოველ შემთხვევაში თქვენთან სწორი მიმართულებას იღებს, იცის როგორი მოქმედოს, როგორ მოგილბოთ გული, თავი როგორ შეგაყვაროთ ესეც იცის ამ აიმუნმა. ძალიან გულწრფელი და მეგობრული დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ. სხვათა შორის ორივე ძალიან რაღაც კარგად იგრძნობთ თავს, ბედნიერების შეგრძნება მოდის. ანუ თქვენც რომ გაგიხარდებათ და ისიც რომ რაღაცნაირად ესეთ პოზიციაზე კი ბატონო. კი, ეს იქნება 100%. თქვენი დაკარგვა ამას არ უნდა. ეს მიხვდა და კიდე აწი უფრო მიხვდება, რომ თქვენი დაკარგვა უბრალოდ არ შეუძლია. იცი რა არის, ამას სიტყვებად არ იტყვის ეს ადამიანი. სიტყვებად თქმა რთული არის, ძალიან იკეტება თავის თავში, თვითონაც ეტყობა, როგორ არის, იცით, ამაზე ფიქრი, რატომღაც არ შეუძლიათ. რა ვიცი, გამოვლო ცოტა მსწავლას. რატო არ შეგიძლია ამაზე ფიქრი? გამეცინა. რატომღაც ემოციურად განიცდის ამ ყველაფერს, რატო არ შეგიძლია ამაზე ფიქრი? ხო, ცოტა როგორ არის, იცი? აქ ეტყობა მრავალი მიზეზი ან რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი არც არის. აი არის, რომ ადამიანი უბრალოდ ვერ იჯერებს, ხო? აი, სხვათა შორის შეხვედრა მთაში არ არის ფილმის ქალბატონი რომ ამბობს ბოლოს. მეც გავებიო. რაღაც ესეთნაირად ხო, ეხლა ზუსტად სიტყვები არ მახსოვს, მაგრამ მიხვდებით ეს მამაკაცი ბოლო-ბოლო იმდენზე ეკეკლუცება, შეუყვარდება. ხო, იმდენზე თამაშება ქალაქში და სოფელში და აქეთ და იქეთ. ხო და თვითონ შეუყვარდება ბოლო-ბოლო და ანუ პირიქით იყო ყოველთვის და ეხლა აი ესეთი რაღაც ხდება. ეთყობა, აი ამას ვერ იჯერებს, ამას ვერ არწმუნებს საკუთარ თავს, რომ ნუ თუ როგორ ანაირად ჯადო გამიკეთა თუ რა. ეს ეხლა სიტყვას მოხდა ვიღაცას, შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ რანაირად მოხდა და აი ეგ არის ცოტა უცნაური, რატო არ შეიძლება ადამიანი შეგიყვარდეს ვერ გავიგე. რატო? რატომ არ შეიძლება? ესეთი უცხო არის დღევანდელი დღისთვის, ესე იგი არ ყოფილა ფლად უცხო, ხო? ამას გაცნობიერებს, აი ამას ვერ ეუბნება საკუთარ თავს და რაღაც იკეტება და მე შეიძლება აი როგორ ითრგუნება უფრო. ხო, დათრგუნა მოდის მისი ენერგიიდან. ამიტომ ბოლო-ბოლო სიტყვით ვერ ამბობს, მაგრამ გინდა არ გინდა მისი მოქმედება სხვას მეც არაფერს მეტყველებს, ხო იცით რა არის? ადამიანი ისე რომ დავუშვათ ხა ტყუილად ამას ფულად ინტერესი მიაქვს, გეტყოდით ფულად ინტერესი რომ იყოს, ან რაღაც სხვა ინტერესი, არა, ეს არის გრძნობა პირდაპირ, ვერ გელევათ და მიხვდება. მე გეტყოდით, რომ თქვენი ურთიერთობა აქ გრძელდება. გრძელდება, კი ბატონო. მაგრამ არა, სხვა ქალი თუ ვინმე ზე ახლა რატომღაც აქ დაფიქსირდა, ესე წამოჭიმულია ეს ქალი, მაგრამ ასრულებს მასთან ურთიერთობას. კი. ურთიერთობას ასრულებს ეს თუ ვინმესთან არის რომ იცოდეთ.
ამას გონია რომ დაოჯახდება მასზე თუ რაღაც იმას. არა, ამასთან ასრულებს ეს ურთიერთობას. კი, ასრულებს. რაღაცას კადრულობს ეს. რაღაცას ჩაიდენს და ეს იქნება მიზეზი. ვერ გამოაპარებს ამას. არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება რაღაც ინფორმაცია იყოს დაფარული, ან შეიძლება მაგიურად ერევა. არ გამოვიცხავ. ხო და რაღაც არ გამოსდის, ძალიან მათ გამოდის დაუფიქრებლად, შეიძლება წაიჭიროს, რაღაცა გამოჭერის მომენტია. მათ შორის სრულდება ურთიერთობა. კი ბატონო, ასე რომ არა, ეს არის თქვენი ურთიერთობა, ეს თქვენი არის, თქვენი ადამიანია. ეს თქვენი ადამიანია. აქ ენერგია არის ისეთი და იცით რა არის, შეიძლება ბევრი ვიღაცა რაღაცა პრობლემა გამოხდეს თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ ეს რაღაც ზემოთ გადაწყვეტილია. შეიძლება თქვენი რაღაც საგვარეულო ხაზი გეხმარებათ, ან ღმერთი, ან რაღაც ძალა გეხმარებათ აქ. არ არის აქ ჯადო და ეს არა, თქვენ შორის არა. თქვენ შორის არა. არ გამოურიცხავ, რომ აქ ზუსტად რაღაც ერთი ოჯახიან ძალიან დიდი ხანი უნდა გაგრძელდეს თქვენი ურთიერთობა. ოღონდ წლები. ეს არ არის დასასრული. და ეს არ არის ის მომენტი, რომ რაღაც არა, აქ დაოჯახებაც ბევრთან იქნება. კი. სხვათა შორის შვილებიც ეგრევე მოდის თითქოს. არ ვიცი ვისთანა, მაგრამ 2 შვილი. მეგონი ანდრეც გავაჟღერე მე. შვილი, ბავშვი მოდის თითქოს და ეგრევე თან. იმდენად კარგი ინფორმაცია დაფიქსირდა. აქ იცით რა არის? თქვენ ერთმანეთის მიმართ ტოქსიკური არც ახართ. არა, თქვენ არ ხართ ტოქსიკური ერთმანეთის მიმართ. აქ რაღაც გარემოება ქმნის ტოქსიკას თქვენ შორის. საბოლოო ჯამში მე აღარ მახსოვს წინ რა ვთქვი, როგორა ჩამოგიყალიბეთ, მაგრამ საბოლოო დასკვნა მაინც ეს არის. აბა კარგად დავკვირდით. ეს ადამიანი კი ფიქრობს ზუსტად და მისი არჩევანი თქვენ ხართ. მისი არჩევანი თქვენ ხართ. ეს გადაწყვეტილია. მას თქვენ უყვარ ხართ. გისურვებთ წარმატებებს და გემშვიდობებით. და ლაიქება და კომენტარი პარტეკა.